ქართველს ეზარება მუშაობა და იმიტომ მიდისო. აქამდე რანაირად მოვედით ეს ზარმაცი ქართველები ამ რეგიონში. ზარმაცი ქართველებით მოვიდა საქართველოს აქამდე? არა, უბრალოდ ქვეყანას მომჯდარები არიან ბიზნეს ჯგუფი, რომლისთვისაც საქართველოს არის შეპესე, რომელიც მხოლოდ თავიანთ ინტერესების კუთხით უნდა წარმართონ აქ ყველაფერი და რავი, მათ ჯიბეში უნდა ჩაჯდეს მთელი საქართველო. შენ თუ გინდა დატოვე ეს ქვეყანა, კაცო, საერთოდ არც აინტერესებთ. აი ნერვების მომშლელია, აი ეს ჭიათურელებთან დაკავშირებით რა დამოკიდებულებაც არის, ეს არის მთელი ქვეყნის უბედურება. ჭიათურაში ცხოვრობს ხო რამოდენიმე ათასი ადამიანი მუშაობდნენ, ეს ხალხი დასაქმებულები იყვნენ, მათ უკან ოჯახები, პატარა ბავშვები. ეს ხალხი ადგენდა და გამოაგდეს გარეთ. აი კობახიძემ თქვა ჩვენ ბიზნეს სექტორს ვერ დაუპირისპირდებით, თუმცა გვახსოვს წლების წინ ბიზინა ივანიშვილის სიტყვები აღშფოთებული იყო, როგორ ჩაგრავდნენ ჭიათურელ მაღაროლებებს და ამ სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ აი როგორი რაღაცა იცით, თბილისში რო ჩატარდა მაგალითად ჭიათურელების აქცია. მან აი რანაირად გამოვიდა ესეთი ცოტა რაოდენობის ხალხი, რატო არ დაუდექით გვერდში? ყველა რაიონს, სადაც კი რამე პრობლემაა, ჩვეულებრივ ეგრე მოგიგვარებენ. გაგთიშავენ ჩვეულებრივ, აი ესე ჩაკლავენ ამ ხმაურს და ძალიან კომფორტულად იგრძნობენ თავს. დამოკიდებულება აქვს მათ ესეთი ჩვეულებრივ იგრძნობა ხო ხელისუფლებიდან. არა უშავს კაცო, რა 20 დღე იხმაურებენ, იყვირებენ, გაჩუმდებენ, დაიღლებიან და რა გვღლის